3. საღამო მშვიდობის, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ახალგაზრდებო, სპორტის გულშემატკივრებო. რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველას, მივესალმებით ბათუმიდან ჩვენს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს. ძვირფასო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აჭარაში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმში, საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ მართლაც რომ უნიკალური მოვლენის მონაწილენი ვართ. პირველად ისტორიაში ბათუმი მასპინძლობს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს გახლავთ მართლაც რომ უპრეცედენტო, შეიძლება ითქვას, მულტისპორტული ღონისძიება, რომელიც ჩვენი ქვეყნის 12-ვე რეგიონს ერთ დიდ სპორტულ ოჯახად აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენი გულთბილი სალამი აფხაზეთს, გურიას, თბილისს, იმერეთს, კახეთს, ცხეთამთიანეთს, რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, სამეგრელო ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს და რა თქმა უნდა, ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელს აჭარას. ძვირფასო გულშემატკივრებო, მომდევნო დღეების განმავლობაში ბათუმის არენებზე 14-დან 17 წლამდე ასაკის 1200-მდე ახალგაზრდა იასპარეზებს სპორტის 17 სახეობაში. ყველას, რა თქმა უნდა, ყველა გუნდს უსურვებს წარმატებებს. მაშასე, ქალბატონებო და ბატონებო,
ახლა კი ვიწყებთ ჩვენს თავბრუდამხვევ შოუ პროგრამას და მონაწილე გუნდების აღლუმს. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე გუნდებს. აჭარა! ქალბატონებო და ბატონებო, ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გუნდი. ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის ყველა 17-ვე სახეობაში ჯამში 118 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები აჭარის რეგიონის სპორტსმენებს.
მეგობრებო, გურიის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 12 სახეობაში. ჯამში 70 ახალგაზრდა სპორტსმენი. უსურვოთ წარმატებები გურიის რეგიონის გუნდს. აფხაზეთი მეგობრებო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 10 სახეობაში. ჯამში 62 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები ახალგაზრდებს აფხაზეთის რეგიონიდან.
შიდა ქართლი შიდა ქართლის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 14 სახეობაში ჯამში 93 ახალგაზრდა სპორტსმენით. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს შიდა ქართლის რეგიონიდან. რაჭალე ჩხუმი და ქვემო სვანეთი მეგობრებო, რაჭალე ჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 10 სახეობაში ჯამში 61 ახალგაზრდა სპორტსმენით. გუსურვოთ წარმატებები რაჭალე ჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუნდს.
სამეგრელო ზემო სვანეთი. ალბატონებო და ბატონებო, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 13 სახეობაში, ჯამში 89 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის გუნდს. ქვემო ქართლი მეგობრებო, ქვემო ქართლის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 15 სახეობაში, ჯამში 103 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები ქვემო ქართლელებს.
კახეთი მეგობრებო, კახეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 15 სახეობაში, ჯამში 98 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები კახელებს! იმერეთი ხალბატონებო და ბატონებო, იმერეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 17-ვე სახეობაში, ჯამში 124 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები იმერლებს!
სამცხე ჯავახეთი. მეგობრებო, სამცხე ჯავახეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 11 სახეობაში, ჯამში 69 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები სამცხე ჯავახეთის რეგიონის გუნდს. ცხეთამთიანეთი. მეგობრებო, ცხეთამთიანეთის რეგიონის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 12 სახეობაში, ჯამში 78 ახალგაზრდა სპორტსმენით. წარმატებები ცხეთამთიანეთის რეგიონის გუნდს.
თბილისი. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დედაქალაქის თბილისის გუნდი ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს სპორტის 17-ვე სახეობაში, ჯამში 120 ახალგაზრდა სპორტსმენით. უსურვოთ წარმატებები ჩვენი დედაქალაქის გუნდს თბილისს.
საქართველო მიყვარხარ მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, საოცარი, შთამბეჭდავი, განსაკუთრებული, ისტორიული, უნიკალური, არ ვიცი, ყველანაირი სიტყვის გამოყენება შეიძლება, თუ როგორი მაგარი გახსნის ცერემონია გვაქვს ძვირფასო გულშემატკივრებო, თუ შეიძლება აპლოდისმენტები. დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, უსურვოთ წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომელთა შორის ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვხედავდეთ მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს. ძვირფასო გულშემატკივრებო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორებს. მაშასე პირველი ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მხარდამჭერები, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ასევე რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა აჭარის მთავრობას. მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიას. მეგობრებო, ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ფესტივალის გენერალური სპონსორი გახლავთ Coca-Cola, Bottlers Georgia და ორი ფლაგმანი ბრენდი, Coca-Cola და წყალი მთის. სპონსორები საქართველოს ბანკი და ასევე ფარმაცევტული კომპანია ავერსი. მეგობრებო, როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, სპორტის 17 სახეობა გახლავთ პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში. მოდით ჩავთვალოთ ეს სახეობები. ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3-3-ზე, კრივი, მაგიდის შოგბურთი, მინიფეხბურთი, ძრეოსნობა, ხალტრული ტანმოვარჯიში, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ასევე ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო და ხელბურთი. კიდევ ერთხელ ახალგაზრდებო, წარმატებები მომდევნო დღეებში ბათუმის სპორტულ არენებზე. ძვირფასო მეგობრებო, მართლაც რომ განსაკუთრებული აპლოდისმენტები და მადლობა ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდა მოცეკვავეებს, ანსამბლებს,
რომლებიც წადგნენ საოცარი შთამბეჭდავი ამაღელვებელი პერფორმანსით და ცეკვებით თქვენს წინაშე. და რა თქმა უნდა, ამ ანსამბლებმა გააცოცხლეს საქართველოს ყველა რეგიონი. აპლოდისმენტები თუ შეიძლება ანსამბლებს. ივერიანი ქორეოგრაფი ლევან სუთიაშვილი. ლეგენდა ქორეოგრაფი თორნიკე გელაშვილი. მალულა ქორეოგრაფი თემურ გიორგაძე. გენი ქორეოგრაფი გიორგიონიანი. კახელო ქორეოგრაფი თემურ ჯანიაშვილი. ოჰოინანა ქორეოგრაფი ალეკო ხიდაშელი. ლაშქარი ქორეოგრაფი ლაშა გოგიტიძე. წვერვალი ქორეოგრაფი ამირან პაიჭაძე. თაწმინდა ქორეოგრაფი გიორგი ფარსენაძე. მეგობრებო, დამდგმელი ქორეოგრაფები გიორგი ფარსენაძე, ზურაბ სვანაძე, დამდგმელი მხატვარი ლუკა ბესელია. რეჟისორები ზაზა სიხარულიძე, ზვიად მურვანიძე. განსაკუთრებული მადლობა ზვიად ბოლქვაძეს, ვახტანგ კახიძეს, ნიაზ დიასამიძეს. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მეგობრებო. ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდებს გაუმარ! გაუმარ! ბათუმს გაუმარ! საქართველოს გაუმარ! ძირფოსო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, მართლაც ძალიან ამაღელვებელი, განსაკუთრებული მომენტი, უნიკალური, პირველი, ისტორიაში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. მეც ძალიან ვღელავ, რა თქმა უნდა, ამ ხელა აუდიტორიის ძალიან მაგარ სტადიონზე ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, უდიდესია ჩვენი სპორტული ტრადიციები და განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაც ჩვენ ამ საოცარ, ისტორიულ, უნიკალურ პირველ საქართველოს ამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვნახეთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ყველა დამსწრე საზოგადოებას, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმრებს. ძვირფასო მეგობრებო, ახლა სანამ ჩვენ გადავალთ ოფიციალურ ნაწილზე, ასე ვთქვათ, თქვენს წინაშე წარდგებიან სიტყვით გამოსვლელები, ჩვენ შეგვიძლია ახლა ეკრანზე ვიხილოთ ძალიან საინტერესო კლიპი საქართველოს ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სახეობებში განსაკუთრებული წარმატებები აქვს საქართველოს, ასე რომ თუ შეიძლება ყურადღება ეკრანზე, სადაც ჩვენ ვიხილავთ გამორჩეული მნიშვნელოვანი წარმატებების სამსახველ ვიდეო კლიპს. Olympic triple jump record with 57 feet 3/4 of an inch. Olympic champion David Kekelishvili. Vladimir Chekashvili. Olympiuri čempionija. Vaša Bekauri olimpijski
ალუხაძე, ოლიმპიური ჩემპიონი. მეტი აპლოდისმენტები თუ შეიძლება ქალბატონებო და ბატონებო, საოცარი მართლაც უნიკალური მომენტებით ახსავსე ამბები გაცოცხლდა ეხლა თქვენს წინაშე აი ამ ეკრანზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს. ძვირფასო მეგობრებო, მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოგესალმოთ ბათუმის ულამაზეს სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას და მადლობა გითხრათ ჩვენ ზეიმზე მობრძანებისთვის. მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, საქართველოს სპორტის მინისტრს ბატონ შალვა გოგოლაძეს, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამხარეო ადმინისტრაციის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ოლიმპიური მოძრაობის ხარდამჭერებს და პატრიოტებს, სპორტის გულშემატკივრებს, განსაკუთრებული ემოციით მივესალმებით ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე მსმენელებს, მსაჯებს, სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს, მედიას, მოხალისეებს, ფესტივალში ჩართულ თითოეულ ადამიანს. სწორედ ჩვენი ერთობლივი ზარისხმევით გახდა შესაძლებელი საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება, რომელიც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. 2026 წლის 2 ივნისი აუცილებლად შევა ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, როგორც ქვეყნის მასშტაბის უპრეცედენტო მულტისპორტული შეჯიბრების სტარტის დღე. ჩვენი ფესტივალი აერთიანებს საქართველოს თითოეულ კუთხეს, მის მრავალფეროვნებას, ტრადიციებს, წარმოაჩენს მთელ ქვეყანას სპორტულ პოტენციალს. ფესტივალის დაფუძნებით ჩვენ მიზნად დავისახეთ ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენის წარმოჩენა, მსმენელების მოტივაციის ამაღლება, რეგიონებში სპორტული ცხოვრების გააქტიურება, ახალი მუხტის შემოტანა ჩვენ სპორტში. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებრივ ყველა რეგიონში აშენდება ახალი თანამედროვე სპორტული კომპლექსები და ამ საქმეს მოხმარდება 2 მილიარდამდე ლარი. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდი პროექტის პარალელურად ახალი სტიმული მივცეთ რეგიონში სპორტის განვითარებას. დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმი გატარებული დღეების სპორტული შეჯიბრებებზე თუ ახალ გაცნობილ თანამტოლებთან ურთიერთობით მიღებული დადებითი ემოციები დიდხანს დამახსოვრდება ჩვენ სპორტსმენებს. ასევე მჯერა, რომ ფესტივალის ოლიმპიური სულით შთაგონებულ ჩვენ ახალგაზრდებს წინ ელოდებათ დიდი სპორტული მომავალი, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ბეჯითის შრომით წმენდა თავდადებით მიიღწევა. დიახ, აქ შეკრებილ ახალგაზრდა სპორტსმენებში ჩვენ ვხედავთ მომავალ დიდ ჩემპიონებს, ქართული სპორტის ხვალინდელ დღეს. კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს და წარმატებას უსურვებ სპორტული მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. გამადლობთ ბატონო ლერი. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები დიდ ოლიმპიურ ოჯახს ქალაქ ბათუმში. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს. მინდა მივესალმო საქართველოს
სპორტის მინისტრს. მინდა მივესალმო აჭარის და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკების მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებს. მინდა მივესალმო ჩვენ ღირსეულ სპორტსმენებს, ჩვენს ჩემპიონებს და რა თქმა უნდა სხვადასხვა რეგიონების ჩვენი უსაყვარლესი დიდი სამშობლოს წარმომადგენლებს, რომლებიც ღირსეულად დღეს ამშვენებენ ჩვენს ტრიბუნებს. საღამო მშვიდობისა ბატონო და ქალბატონებო. დღეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია უმასპინძლოთ გრანდიოზულ ღონისძიებას, სპორტულ ზეიმს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი რეგიონისთვის და დიდი პატივი და დღეს ნამდვილად ჩვენი ქვეყანა, აჭარა, ბათუმი პასუხობს ყველა სპორტულ სტანდარტს, რათა ჩატარდეს და გაიმართოს სხვადასხვა გრანდიოზული სპორტული ღონისძიება, ფესტივალი, შეჯიბრება, განვითარდება და ვითარდება სპორტული ტურიზმი. დღეს ძალიან ბევრ გუნდებს აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და გამართონ ჩვენ ქვეყანაში სპორტული შეკრებები. გაიმართოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. და დღეს ზუსტად იწყება დიდი საზეიმო დღეები, დიდი შეჯიბრება, 1200 სპორტსმენი სხვადასხვა რეგიონიდან 17 სახეობაში იასპარეზებენ და დიდ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონებს. მინდა უსურო მათ წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ ქალაქ ბათუმში და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ წარმატებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს. და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ბათუმი იყო არჩეული დღევანდელი დღისთვის და ამ უმნიშვნელოვანესი ფესტივალისთვის. მინდა თითოეულ სპორტსმენს უსურო წარმატება, დამერწმუნეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჯილდოების ოდენობას. თავარი არის მეგობრობა, თავარი არის ჟინი, სპორტული დისციპლინა და რა თქმა უნდა ქვეყნის სიყვარული. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. გმადლობთ ბატონო ზურაბ. ქალბატონებო და ბატონებო. ახლა მისასალმებელი სიტყვისთვის მიკროფონთა ვთხოვთ საქართველოს სპორტის მინისტრს ბატონ შალვა გოგოლაძეს. მოგესალმებით, მივესალმები აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ლევი ხაბელოვს, ჩვენ სტუმრებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს და განსაკუთრებულად მივესალმებით ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან იწყება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. აქ ოცნებები, შრომა და გამარჯვების სურვილი ერთმანეთს შეხვდება. ეს ფესტივალი მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არ არის. ეს არის შესაძლებლობა გამოსცადო საკუთარი თავი, შეხვდე ახალ მეგობრებს, მიიღო ახალი გამოცდილება და აჩვენო, თუ რამდენად შეგიძლია წასვლა, როგორც საკუთარ თავს გჯერავ. დარწმუნებული ვარ, ამ მოედანზე ყო ბევრ ახალგაზრდას, წინ დიდი სპორტული მომავალი ელოდება. შესაძლოა, სწორად აქ დგანან მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომლებიც ერთ დღეს საქართველოს ჰიმნს საერთაშორისო არენებზე ააჟღერებენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მედალი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ რასაც სპორტი გვასწავლის, არ დანებდე, იბრძოლო, პატივისცე მეტოქეს, იმუშაო გუნდთან ერთად და ყოველი მარცხი შემდეგი გამარჯვების ნაბიჯად აქციო. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი სპორტსმენები და დღეს ჩვენ მამაყობთ თქვენი თაობით, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანოს ჩვენ ქვეყანას. ძვირფასო ახალგაზრდებო, გამოიყენეთ ეს დღეები მაქსიმალურად, იასპარეზეთ გულით, ისიამოვნეთ თითოეული მომენტით, გაიჩინეთ ახალი მეგობრები და არასდროს შეწყვიტოთ საკუთარი მიზნებისკენ სვლა. ჩვენ გჯერათ თქვენი, რადგან სწორად თქვენ ხართ საქართველოს სპორტის მომავალი. და ბოლოს მინდა
მადლობა გადაუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ორგანიზებისათვის და აჭარის მთავრობას მხარდაჭერისთვის, რომ ბათუმი ამ ულამაზესმა ქალაქმა უმასპინძლა ასეთ ულამაზეს ფესტივალს. გისურვებთ წარმატებას, დაუვიწყარ ემოციებს და ბევრ გამარჯვებას. დიდი მადლობა. გმადლობთ ბატონო შალვა. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ელგუჯა ბერიშვილს. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ ძვირფას საზოგადოებას. მივესალმები ტელემაყურებლებს, რომლებიც აი ამ მომენტში, აი ამ წუთში თვალს ადევნებენ ჩვენს დღევანდელ ზეიმს. როგორც ხედავთ, რეალობად იქცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივა მასშტაბური ახალგაზრდული შეჯიბრების ჩატარების და ამ შეჯიბრების მსვლელობაში მთელი საქართველოს ჩართვის შესახებ. დღეს ქართული სპორტის მოწინავე ახალგაზრდთა აქ ამ ბათუმის დიდებულ სტადიონზეა შეკრებილი. მადლობას ვუხდი თითოეულ სამთავრობო, სამხარეო, მუნიციპალურ და სპორტულ ორგანიზაციას, ვინც მხარი დაგვიჭირა და თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს საერთო საქმეში. მადლობა აჭარას, მადლობა ბათუმს გულითადი მასპინძლობისთვის. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მცირერიცხოვანმა გუნდმა ბათუმის ოფისთან ერთად მინდა ამას ხაზი გაუსვა. ბათუმის ოფისთან ერთად გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენი ახალგაზრდებისთვის გვეჩუქებინა დაუწყარი ოლიმპიური დღესასწაული. ახლა ამ წუთებში ჩვენ ვქნით ქართული სპორტის ახალ ისტორიას. ახლა ჩვენს თვალწინ ჩამოიარეს საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის თბილისის ნაკრები გუნდების წევრებმა. მათმა ტანატოლებმა კი წარმოადგინეს ჩვენი დიდარი ფოლკლორის მრავალფეროვნება და ჩვენ ყველანი მივესალმეთ ამ საოცარ წარმოდგენას, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ აი ამ ჩვენს ძვირფას სტადიონზე. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ტაშით მივესალმოთ მათ. მადლობა მიმართავ უშუალოდ ჩვენს სპორტსმენებს, საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ ოლიმპიურ ოჯახში. დღეს როგორც კი თქვენ შემოაბიჯეთ ერთიანი საქართველოს რუკის კონტურებით მოხაზულ მინდორზე, აი ამ მომენტიდან, სწორედ აი ამ წამიდან თქვენ გახდით დიდი ოლიმპიური ოჯახის წევრები. თქვენ მიიღეთ ოლიმპიური ნათლობა. თქვენ ახლა იწყებთ დიდ შორეულ მოგზაურობას თვალუსწინებელ სპორტულ სამყაროში. თქვენ გელოდებათ დიდი გამარჯვებები საქართველოს სახელით. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. თქვენ ხართ ჩვენი ძალა და იმედი. თქვენ ხართ საქართველო. თქვენ ხართ ხვალინდელი დღე. თქვენ ხართ საქართველო. გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ქართულ სპორტს. და ბოლოს მე როგორც საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდა პატივიწილად დღევანდელი აი ჩვენი შეხვედრა, ეს საოცარი საღამო და ფესტივალი, რა თქმა უნდა, გამოვაცხადო გახსნილად. დიდი მადლობა.
გმადლობთ ბატონო ელგუჯან, დიდი მადლობა ჩვენ სიტყვით გამოსვლელებს, ჩვენ საპატიო, რა თქმა უნდა, წარმომადგენლებს, ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ ყურადღებას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა. მეგობრებო, დროშა არენაზე შემოაქვთ და შემოიტანეს უკვე საქართველოს ლეგენდარულმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა. მივესალმოთ ნინო სალუქვაძე, ტყვის სროლა, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 10 ოლიმპიადის მონაწილე. ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. ვახტანგ ბლაგიძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ირაკლი თურმანიძე, ძალოსნობა, ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი. რუსუდან ხოფერია, ბატუძე ხდომა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. შმაგი ბოლქვაძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი. ქალბატონებო და ბატონებო, ოლიმპიური ტრადიციის თანახმად ფესტივალში მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიურ ფიცს დადებს აჭარის ნაკრები გუნდის წევრი, ტაიკვონდოში საქართველოს ჩემპიონი ვიოლა ცეცხლაძე. საქართველოს პირველ ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე წარმოადგენლი სპორტსმენები, ჩვენი ქვეყნის რეგიონების ნაკრები გუნდების წევრები, ფიცავთ, რომ წარმოადგენთ ჩვენს რეგიონს უმაღლეს დონეზე. ამავე დროს ჩვენ ფიცავთ, რომ ვიასპარეზებთ ჭეშმარიტი სპორტული და ოლიმპიური სულისკვეთებით წარმატებული და ჭეშმარიტი სპორტული სულისკვეთებით. დიდი მადლობა, გავამხნევოთ ვიოლა ცეცხლაძე, ქალბატონებო და ბატონებო. პირველი ისტორიული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფიცი, აი ამ ფიცის დამდები აჭარის ნაკრები გუნდის წევრი ტაეკვონდოში საქართველოს ჩემპიონი. აპლოდისმენტები ვიოლა ცეცხლაძეს თუ შეიძლება და უსურვოთ წარმატებები. ქალბატონებო და ბატონებო, ახლა კი გთხოვთ მივესალმოთ თქვენს წინაშე სოფო ხალვაში. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ ერთად შევასრულოთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა განათებული მთავარი ძილნაყარია ღმერთთანა თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სუმღერს დიდებას ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება დადიდება თავისუფლებას დიდება. დიდი მადლობა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ხურვალე, ძალიან დიდი და განსაკუთრებული აპლოდისმენტები. დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, უღრმესი მადლობა. განსაკუთრებული მართლაც ისტორიული, უნიკალური დღე. კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით გილოცავთ პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას. რა თქმა უნდა, გისურვებთ განსაკუთრებულ წარმატებებს. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს, ვახსენეთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მხარდამჭერები, საქართველოს მთავრობა, საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია. კიდევ ერთხელ ვთქვათ ფესტივალის გენერალური სპონსორი Coca-Cola Bottlers Georgia, ორი ფლაგმანი ბრენდით Coca-Cola და წყალი მთის. სპონსორები საქართველოს ბანკი, ფარმაცევტული კომპანია ავერსი. მეგობრებო, თუ შეიძლება აპლოდისმენტები, უნიკალური, ისტორიული, განსაკუთრებული პირველი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია დასრულებულია. დიდი მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს წარმატებები. მადლობა მოცეკვავეებს, საოცარ ახალგაზრდებს. ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა. ყველა რეგიონს დიდი მადლობა. ბათუმს მადლობა, აჭარას მადლობა. საქართველოს გაუმარ. წარმატებები. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო.